კიდევ ერთხელ მოგესალმებით პოსტივის საინფორმაციო სამსახური აგრძელებს თქვენთვის მუშაობას მე ლევან წუწუნავა ვარ. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ხარებას აღნიშნავს ყველა მოქმედ ქრისტიანულ ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღევლინებას. სიონის საპატრიარქო ტაძარში ღვთისმსახურებას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი მეუფე შიო აყავლეს. ადგილზე ჩემი კოლეგა მარიამ ნებიერიძე იმყოფება, ის ახლა პირდაპირ ეთერში გვერდდება. მარიამ, რა ხდება სიონის ტაძარში? სიონის საპატრიარქო ტაძარში საზეიმო მსახურება დილის 10 საათიდან დაიწყო. მსახურებას მღვდელმთავრებთან ერთად პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო აღავლენს. პატრიარქის მოსაყდრე წირვის დასრულების შემდეგ სიონის საპატრიარქო ტაძარში შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართავს, რის შემდეგაც უწმიდესის და უნეტარესის ილია მეორის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდის. ხარება 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია, სწორედ ამიტომ მას მართლმადიდებლური სამყარო განსაკუთრებულად აღნიშნავს. დღეს საქართველოს ყველა მოქმედ მართლმადიდებლურ ეკლესიაში დილის 10 საათიდან დაიწყო საზეიმო წირვა ლოცვა. სახარების მიხედვით გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და სწორედ მან აცნობა, რომ მშობდა ძე ღვთისას კაცობრიობის მაცხოვარს. დილის 10 საათიდან დაიწყო მრევლმა სიონის საპატრიარქო ტაძარში მოსვლა. ხარების დღესასწაული დღევანდელი დღე გახლავთ დასაბამი ღვთის განკაცებისა, დასაბამი ჩვენი ხსნისა. ლუკას სახარების თანახმად გაბრიელ მთავარანგელოზი განეცხადება ყოვლადწმინდა მარიამს და ახარებს მას, რომ მის წიაღში ჩაისახება განკაცებული ღმერთი, რომელიც სრულიად კაცობრიობას გამოიხსნის სოდვისა და წყევისაგან. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ მოგეხსენებათ, ეხლა ნებიშვიდეულია და ნებიშვიდეული ყველაზე მძიმე კვირაა ზოგადად წლის განმავლობაში, მაგრამ მიუხედავად ამისა დღევანდელი დღე საზეიმო ხასიათისაა, ვინაიდან როგორც უკვე მოგახსენეთ, ხარება, ანუ ხარების ჯამს ღვთისმშობლის წიაღში ჩაისახა მაცხვარი. დღესასწაულია ყველას გილოცავთ, მთელს ერს ულოცავ, ღმერთმა გახარებული და ჯამრთელი და ბედნიერი გვამყოფოს ყველა. პატრიარქის ლოცვა შეგვეწევა სამი. გილოცავთ ყველას, სრულიად საქართველოს მრავალს დაესწარით და რა ვიცი, მშვიდობას და სიყვარულს და სიყვარულს გისურვებთ. გილოცავთ ამ დღესასწაულს. უფალი იყო ჩვენი მფარველი და ამ მრავალს დაესწრო ჩვენი ერი გაბრწყინებული, გახარებული და სულ გახარებული ყოფილიყოს. სიონის საპატრიარქო ტაძარში პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო ამ წუთებში აღავლენს მღვდელმსახურებას მღვდელმთავრებთან ერთად. შეგახსენებთ, რომ დღეს მართლმადიდებლური სამყარო ხარების დღესასწაულს აღნიშნავს, რომელიც 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. დღევანდელ დღეს დღესასწაულთან დაკავშირებით მორწმუნეთათვის ზეთით ხსნილია. მადლობა მარიამს. მარიამ ნებიერიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ქართული ოცნების დამფუძნებელთან და საპატიო თავმჯდომარესთან ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრას აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სოციალურ ქსელში ეხმაურება. 6 აპრილს თბილისში საქართველოს მმართველი პარტია ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სახელით გაიმართა ოფიციალური სადილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის პატივსაცემად, რომელიც საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით იმყოფება, ნათქვამია განცხადებაში. აზერბაიჯანის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოში სახელმწიფო ვიზიტსაც. ილჰამ ალიევი ერთწუთიან ვიდეო კოლაჟს აქვეყნებს, რომელშიც აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრის დახვედრის, გმირთა მემორიალისა და ჰეიდარ ალიევის ძეგლის, ყვავილები ჩემკობის, საქართველოს პრეზიდენტთან სასახლეში გამართული აუდიენციისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის ფრაგმენტებია ასახული. საქართველოს პირველმა ლედიმ აზერბაიჯანის პირველ ლედის სადილზე უმასპინძლა ინფორმაცია მეჰრიბან ალიევას სოციალური ქსელით გავრცელდა. 6 აპრილს თბილისში სადილი გაიმართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველი ლედის მეჰრიბან ალიევას პატივსაცემად. საქართველოს პირველი ლედის თამარ ბაგრატიონის სახელით წერია აზერბაიჯანის პირველი ლედის სოციალურ ქსელ X-ზე. სოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტის მნიშვნელობაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრები საუბრობენ. როგორც ქართულ ოცნებაში აცხადებენ, შუა დერეფანი მსოფლიოსთვის გლობალური ეკონომიკის უალტერნატივო საყრდენად იქცევა. სახელმწიფო გუნდის განმარტებით, სწორედ ამიტომ მეზობელ ქვეყანასთან ევროპა-აზიის დამაკავშირებელი მარშრუტის სრული პოტენციალის ათვისებისთვის მჭიდრო კომუნიკაციას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. სოფლიოში შექმნილი გამარჯვებისას
რასაკვირველია ეს ენერგორესურსების მიწოდება საქართველოს გავლით ევროპისათვის როგორც ალტერნატიული დერეფანის მეშვეობით ასევე არის ძალიან საყურადღებო. ყველა თემა რომელიც იქნა განხილული უკავშირდება ეკონომიკურ სარგებელს, მაგრამ რასაკვირველია საგანგებოდ მნიშვნელოვან თემას ეს არის მშვიდობა და სტაბილურობა, თანამშრომლობის რეჟიმი. საქართველო და აზერბაიჯანი უკანასკნელ წლებში ჩამოყალიბდნენ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული სავაჭრო გზის არსებით მონაწილეებად, ყველაზე კრიტიკულ მნიშვნელოვან მონაწილეებად. ეს ვიზიტი სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რომ კიდევ უფრო მეტად შეუწყოთ ხელი ამ მარშრუტის განვითარებას, რომ მაქსიმალურად დავაახლოვოთ ჩვენი თუნდაც საბაჟო რესურსები, საზღვრები, რკინიგზა, აეროპორტები, პორტები მაქსიმალურად ხელი შეუწყოთ კიდევ ერთხელ ამ ნაწილში ინვესტიციების მოზიდვას. დერეფანი მოგეხსენებათ არის პრაქტიკულად დარჩენილი ერთადერთი მშვიდობიანი დამაკავშირებელი ევროპასა და აზიას შორის უმოკლესი გზა, რომელიც გადის აზერბაიჯანზე, გადის საქართველოზე. საქართველოს როლი ამ შემთხვევაში არის შეუცვლელი, არის უნიკალური, რაზედაც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა არაერთ გზის, სწორედ ეკონომიკური ურთიერთდაკავშირებულობის, ინვესტიციების, პარტნიორობის მაღალი ნიშნული საკითხებზე იყო მსჯელობა. ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ერმეკ კოშერბაევს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დახვდა. ვიზიტის ფარგლებში ყაზახ კოლეგას მაკა ბოჭორიშვილი შეხვდება, ასევე დაგეგმილია მაღალი დონის აუდიენციები საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან. გლობალური პოლიტიკური ცვლილებები და ახალი საერთაშორისო ეკონომიკური დღის წესრიგი, გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოსთვის. საკითხზე ეკონომიკური ფორუმის მორიგი დისკუსია გაიმართა. დისკუსიათა სერია ტრადიციულად პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გახსნა. ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნეს სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე არსებული აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის განათლებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით. ჩვენ მქონდა შესაძლებლობა ბიზნეს წარმომადგენლებთან ერთად გვესაუბრა პარლამენტის გადასახედიდან იმაზე თუ რა მიგვაჩნია დღეს მნიშვნელოვნად როგორც პოლიტიკური ისე ეკონომიკური მხრივ იმ პირობებში, როდესაც სოფლიო წესრიგი მოშლილი არის, იმ პირობებში, როდესაც გლობალური ეკონომიკური სტაბილურობაც დაზიანებული არის. ეროვნული ინტერესების მსახურება ბიზნესის გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ არის სოციალური პასუხისმგებლობა და ამ მხრივ ხელისუფლება და ბიზნესი უნდა იყვნენ მოკავშირეები ამ ეროვნული ინტერესების გატარებაში. ძალიან საინტერესო ფორუმი იყო, ვისაუბრეთ გლობალურ ცვლილებებზე და გლობალურ ეკონომიკურ მოდელის ცვლილებაზე და რა გავლენა აქვს მას საქართველოზე. შეხვედრა ჰქონდა ბიზნესის სექტორის თითქმის ყველა წარმომადგენელთან და განსაკუთრებით ხაზი გაისვა იმ მიმართულებებს, რომელიც მომდევნო წლების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვან როლს შეასრულეს. ჩვენ ვნახეთ ძალიან მნიშვნელოვანი დიალოგი საქართველოს პარლამენტსა და ბიზნეს შორის. პარლამენტის თავმჯდომარემ გახსნით სიტყვის დროს და მთავარი გამოსვლის დროს ყურადღება გაამახვილა გლობალურ გამოწვევებს და ამ მხრივ საქართველოს როლზე და იმ შესაძლებლობაზე, და ყველა იმ ტიპის შესაძლებლობაზე, რომელიც საქართველოს აქვს დღეს ამ ვითარებაში ბიზნესის კეთების და ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით. მმართველ გუნდში პლასტმასის ერთჯერადი ჭურჭლის რეალიზაციის საკითხზე ფართო დისკუსიის გახსნას არ გამორიცხავენ. გადაწყვეტილების გადახედვას და დამატებით განხილვას ხალხის ძალა ითხოვს. პარტიაში მიაჩნიათ, რომ დაწესებული აკრძალვა ბიზნეს და აზარალებს. თავის მხრივ ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რომ შესაბამისი დადგენილების მიღებას სფეროს წარმომადგენლებთან არაერთი კონსულტაცია უძღოდა, თუმცა გამორიცხული არ არის ხელისუფლებამ საკითხზე მსჯელობისთვის სივრცე კვლავ გახსნას, რადგან მთავრობის პრიორიტეტი ქვეყანაში ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან ერთად ბიზნესის ინტერესების დაცვაა. მთავრობის ეს დადგენილება მინიმუმ არის შესაჩერებელი გარკვეული დროით, მანამ სანამ არ მოხდება დეტალურად განხილვა ამ მიმართულებების, არ გვაქვს შესაბამისი სტრუქტურა, ინფრასტრუქტურა იმასთან დაკავშირებით თუ ეს მინის ბოთლები საჩაბარდება, გამომდინარე აქედან თავად ბიზნესს ექნება პრობლემები, მეწარმეებს ექნება პრობლემები და გამომდინარე აქედან იმ მიზნისთვის, რაც ნამდვილად არის სიკეთე, გარემოს დაცვა და ასე შემდგომ,
უნდა მივიდეთ ნაკლები ზიანით. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას მთავრობამ ბუნებრივია იხელმძღვანელა შესაბამის დაეყნო შესაბამის მონაცემებზე დასაბუთებული გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ამავდროულად, როგორც ჩვენ მოვისმინეთ, ასევე ხალხის ძალის მხრიდან იყო საინტერესო ინიციატივა შემოთავაზებული შესაბამისი დასაბუთებით. დაველოდოთ რა გამოხმაურება ექნება აღმასრულებელ ხელისუფლებას ამ საკითხთან დაკავშირებით, იქნება თუ არა კიდევ გახსნილი მსჯელობისთვის არეალი. გადაწყვეტილების შეცვლაც კი რომ იქნეს საჭირო, ეს გამომდინარეობს მხოლოდ იმ ამოცანიდან, რომ არ დაზიანდეს ბიზნესი, არ დაზიანდეს სახელმწიფოს ბიუჯეტი და ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რათა საბოლოო ამოცანა იქნეს მიღწეული. ეს არის ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა საქართველოში. თუ კი დამატებითი ზომები ამისთვის მისაღები, რასაკვირველია, ხალხის ძალა იქნება თუ ნებისმიერი სხვა ოპონენტის მოსაზრება, გასათვალისწინებელია და ყურადსაღებია. ქუთაისში ჩხობაძის სახელობის კლინიკა გაიხსნა. განახლებული მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულება მოსახლეობას თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და მაღალი სტანდარტის სერვისებით მოემსახურება. კლინიკის რეაბილიტაცია ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა. სრულად განახლდა გადაუდებელი დახმარების განყოფილება, საოპერაციო ბლოკი, რეანიმაცია და ქირურგიული დეპარტამენტები. განახლებული ინფრასტრუქტურა ჯანდაცვის მინისტრმა დაათვალიერა და სამედიცინო პერსონალს შეხვდა. ადგილზე სამედიცინო მომსახურებას 85 ექიმი და 100 ექთანი უზრუნველყოფს. ეს ტრადიციულად 10 წლეულების განმავლობაში იყო ერთ-ერთი მთავარი კერა, სადაც რეალურად ზრუნავდნენ ადამიანების ჯანმრთელობაზე. სამწუხაროდ, გასული წლების განმავლობაში ხშირად არ ყოფილა ეს დაწესებულება ყურადღების ცენტრში, რაც დასანანია და ნამდვილად ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იმისა, რომ წლების განმავლობაში უწყვეტად შენარჩუნებულიყო ის პრაქტიკა სამედიცინო, რომელიც აქ არსებობდა. დღეს გვაქვს საბედნიეროდ შესაძლებლობა, რომ ერთი დიდი ნაწილი, ერთი დიდი მიმართულება გაიხსნას ჩხობაძის სახელობის კლინიკაში და შესაბამისად მან შეძლოს მოქალაქეთა მომსახურება. ჩხობაძის ავადმყოფოს ისტორიულად იმერეთის რეგიონში და საერთოდ დასავლეთ საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა, მათ შორის ხშირ შემთხვევაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიც და იმედი გვაქვს, რომ ამ ახალი რესურსის გამოყენებით და ამ ახალი რესურსის დახმარებით კლინიკა შეძლებს, რომ მოსახლეობას მიაწოდოს უფრო მაღალი სტანდარტის სამედიცინო მომსახურება. გაიხსნა რეანიმაციული განყოფილება, გაიხსნა ქირურგიული განყოფილება, ემერჯენსის განყოფილება, კარდიოლოგიური თერაპიული განყოფილება, მუშაობს რადიოლოგიური სამსახური. ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით წერონის დენულთა დასახლებაში სამედიცინო აქცია ჩატარდა. კონსულტაციები 100-მდე მოქალაქეს გაეწია. სამედიცინო აქციის მიზანს პირველადი ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და პრევენციული დიაგნოსტიკის მნიშვნელობის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა. აქციას ახორციელებს თოდუას კლინიკის სამედიცინო ჯგუფი. ჩვენი მოსახლეობა დღეს მოვიდა სხვადასხვა გარშემო მსოფლებიდანაც და ასევე კომპაქტურ სხვა ჩასახლებებიდანაც. ეს გამოკვლევები მიმდინარეობს სრულიად უფასოდ, რაც მოსახლეობას ძალიან მნიშვნელოვანია. მოხარული ვარ, რომ დღევანდელ დღეს ვატარებ წეროვანის მოსახლეობასთან ერთად. 7 აპრილი წარმოადგენს მსოფლიო ჯანდაცვის დღეს. ამ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ექიმების მხარდაჭერა მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით ისეთ რაიონებში, რომელთაც არ აქვთ ხელწვდომა აი ესეთ კვალიფიციურ კვლევებზე. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია ჩვენთვის ასეთი ღონისძიებები ყოველთვის, იმიტომ რომ ასაკი როცა მოდის, ადამიანს ძალიან ბევრი რამე ჭირდება. ისანი-სამგორის სპორტული ცენტრის ტერიტორიაზე გარე მოედნები მოეწყო პროექტის ფარგლებში. სატურნირო და სავარჯიშო სკეით მოედნები, ფეხბურთისა და პადელის მოედნები გაკეთდა. ასევე სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ტერიტორიაზე არსებულ 2 ამორტიზებულ კორტს. სამუშაოები თბილისის მერმა დაათვალიერა. პროექტის სახით დაემატა ახალი პადელის კორტები, 2 ჩოგბურთის ღია მოედანი, 2 ჩოგბურთის დახურული მოედანი, ასევე საფეხბურთო მოედანი, რომელიც 7-7-ზე არის გათვალისწინებული. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა თავისი ღამის განათებებით არის და ძალიან დიდი დედაქალაქში ყველაზე დიდი სკეით პარკი გაკეთდა. ძალიან მაგარი სპორტული ცენტრია, სადაც ყველანაირი პირობა არის იმისთვის, რომ ყველა ასაკის ადამიანს შეუძლია მოვიდეს ივარჯიშოს, დაკავებული იყოს სპორტით.
საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტში ირიგაციის მომსახურების ახალი ტარიფებისა და სარწყავი სეზონის მზადების საკითხებზე თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. განიხილეს ირიგაციის სისტემების ეფექტიანი მართვის საკითხები და სახელმწიფოს მხრიდან ფერმერთა მხარდაჭერის მექანიზმები. აღინიშნა, რომ 2027 წლის იანვრის ჩათვლით საქართველოს მელიორაცია წყლის მიწოდებას შეთანხმებული და დამტკიცებული რეჟიმით უზრუნველყოფს, რაც სარწყავი წყლის თანაბარ, სტაბილურ და პროგნოზირებად განაწილებას გულისხმობს. მხარეებმა სარწყავი სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებებსაც იმშელეს. შევხვდით ადგილობრივ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას და სოფლის წარმომადგენლებს, გავაცანით ის სიახლეები, რომელიც დაგეგმილია მიმდინარე წლის პერიოდში, ასევე გავაცანით სუბსიდირების მიმართულება ირიგაციის თვალსაზრისით, გავაცანით ტარიფების შესახებ ინფორმაცია. დედოფლის წყარო არის აგრარული მუნიციპალიტეტი და ჩვენში ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს ამ სექტორის განვითარებას, რასაც მელიორაცია ჰქვია და ამ მხრივ გიგანტური ნაბიჯები გადაიდგა. ჩვენ უკვე ვიმკით ამ დადებით შედეგებს და ის სიახლეები, ის ტარიფები, ის მიდგომები, რომელიც გეგმა და დაინერგა და ინერგება 2026 წლიდან დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტს სოფლის მეურნეობის განვითარებას ძალიან დადებითად წაადგება. გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გურიის რეგიონის 25-მდე საჯარო სკოლაში მოზარდებში გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით შეხვედრები გაიმართა. ცენტრის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს, გარემოს დაცვითი საკითხების შესახებ გაიმართა ლექცია, სემინარები, პლასტმასის მოხმარების შემცირების, ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომებისა და გარემოზე ზემოქმედების შემცირების გზებზე. ჩვენი ცენტრის მიზანია გარემოს დაცვითი და აგრარული განათლების ხალმისაწვდომობა თანაბრად იყოს უზრუნველყოფილი თითოეული მოქალაქისათვის, განურჩევლად მათი საცხოვრებელი ადგილისა თუ ასაკისა. შესაბამისად, გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი მომავალშიც განაგრძობს აქტიურად შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებებს საინფორმაციო თუ განათლების ხელშეწყობის მიმართულებით და აღნიშნული უზრუნველყოფილი იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით თითოეული ასაკობრივი ჯგუფისა და მოწყვლადი ჯგუფისათვის. მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან იმართება მყარი ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით შეხვედრა ძალიან საინტერესოა, რა თქმა უნდა, შეხვედრა არის შემეცნებითი, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობდა პლასტიკს და მის მართვას. მოგეხსენებათ, ბუნება ვერ ახერხებს პლასტიკური ნარჩენების გადამუშავებას, ასე რომ ვთქვათ, ხშირად რამდენიმე წელი სჭირდება მას ამისთვის, ძალიან კარგი იქნება მსგავსი კამპანიები კიდევ და მრავლად ბევრი ჩატარდეს. საქართველოში ქურთული ასოციაცია რონაის ორგანიზებით თავისუფალ თეატრში ნავროზის აღსანიშნი ღონისძიება ჩატარდა. დღესასწაული ქურთი ხალხისთვის გაზაფხულის მოსვლასა და თავისუფლებასთან ასოცირდება. საღამოზე ნავროზის მთავარი სიმბოლო ცეცხლი დაანთეს, რის შემდეგაც ადგილობრივი და სპეციალურად ამ დღისთვის თურქეთიდან მოწვეული მომღერლების შესრულებით ტრადიციული სიმღერები შესრულდა ღონისძიება სტუმრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. ნავროზის დღესასწაული მარტში აღინიშნება, თუმცა წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო გადაიდო. ეს არის ეროვნული დღესასწაული ქურთებისთვის, ეს არის ქურთებისათვის თავისუფლების როგორც ერთ-ერთი სიმბოლოდ ითვლება ნავროზი და გაზაფხულის მოსვლას ეძღვნება. სოფლიოში სადაც თითქმის ყველგან 21-მაც აღინიშნა ქურთებმა აღნიშნეს. გამოდის საქართველოს ქურთები ხურავთ ნავრობის დღესასწაულს, ესე გამოგვივიდა და კმაყოფილი ვარო ესე კარგად ლამაზად და თქვენც ნახეთ რომ როგორ მხიარულობდა ხალხი. მე მინდა საქართველოში ვისატარებს ყველა ეთნიკის წარმომადგენლებს მიულოცო ეს დღესასწაული. მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ორგანიზატორებს, რომელთაც ატარებენ ასე ბრწყინვალედ, ასე მაღალ დონეზე და მოწვეულები არიან ძალიან ბევრი სტუმრები, როგორც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, ევროპის ქვეყნებიდან. ნავროზი მშვიდობისა და სოლიდარობის დღესასწაულია, რომელიც ტარდება წელიწადში ერთხელ, გაზაფხულის პირველ თვეს, მარტში. თუმცა ქვეყანაში დატრიალებული გლოვის შედეგად უწმინდესი და უმტარესი ილია მეორის გარდაცვალების გამო აღნიშნული დღესასწაულის გადადება მოხდა აპრილის თვეში. და მადლობა მინდა მოუხადო ასოციაცია რონაის ორგანიზატორებს, ხელმძღვანელებს, ასეთი დავიწყებული დღესასწაულის აღორძინებისთვის, რომელიც მიმაჩნია, რომ ეს ის პროცესია, რომელიც აუცილებელია კულტურული იდენტობის შენარჩუნებისათვის. ასეთი იყო ახალი ამბები, პოსტივის საინფორმაციო სამსახური თქვენთვის მუშაობას ზუსტად 13 საათზე გააგრძელებს.